ახლა წავშლი ყველაფერს და ვეცდები ამ ყველაფრის გამოყენებით შევქმნა გვერდი თავიდან. წავშლი სტილებს და წავშლი ყველაფერს პატი თაგებს შორის. და შევქმნი თავიდან. რა თქმა უნდა, უნდა შევქმნა div ბლოკები, ასე ვთქვათ. თქმა დასრულდება ეს div ბლოკი. მათ შორის შევქმნი კიდევ ახალ div ბლოკებს. და კიდევ ერთ div ბლოკს. პირველ div ბლოკს გამოვიყენებ ნავიგაციის მენიუსთვის. ამისათვის მივანიჭებ მას class, რომელიც იქნება nav, ანუ ნავიგაცია. ხოლო მეორე div ბლოკს გამოვიყენებ ტექსტისთვის და ამიტომ მას მივანიჭებ class text. შემდეგ ჩავწერ ტექსტს და დავინახო ამ ბლოკების განლაგება. დავაჭერ Ctrl+S და refresh. ხედავ, რომ უბრალოდ მივიღეთ სიტყვები, ნავიგაცია და აქ არის ტექსტი. რა თქმა უნდა, ამ div ბლოკებისთვის სტილები არ მეგვიმაგრებიან. ამ შემთხვევაში გამოვიყენებ სტილის მიმაგრების ახალ და ყველაზე უფრო კარგ მეთოდს. აქ ტექსტს წარავკრებ, უბრალოდ დაკოპირებულ ტექსტს ჩავსვამ. უბრალოდ მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს იქნება ლინკი, ანუ relation, იქნება style sheet-ი, ტიპი არის text CSS-ი, ხოლო ლინკი, ანუ href-ი, არის styles CSS-ი. ანუ, უნდა შევქმნათ ცალკე ფაილი, რომელსაც ერქმევა styles CSS-ი და მაშინ უნდა მოვათავსო ყველა ჩემი სტილი, რომელიც უნდა გამოვიყენო, რომელიც მინდა რომ მოვერგოს ამ გვერდს. ეს არის ყველაზე კარგი მეთოდი, რადგანაც ასე შექმნილი ცალკე სტილები შემიძლია ნებისმიერ სხვა გვერდზე მივამაგრო და გამოვიყენო რამოდენიმეჯერ. დავბრუნები საქაყალეში და შევქმნი ახალ ფაილს, რომელიც იქნება ტექსტური ფაილი და დავარქვა უნდა მაინც მას styles CSS-ი, როგორც ყო ვიცით. წერტილი და CSS-ი. Enter-ი, შევკითხება გვინდა თუ არა შევუცვალო ტიპი, რადგანაც იყო მანამდე ტექსტური ფაილი, ხოლო ახლა არის CSS-ი. დავეთანხმებით ესე დაჭერით და გვაქვს ფაილი, რომელშიც არაფერი არ წერია. გავხსნათ უნდა იგი Notepad-ის საშუალებით და შევქმნათ კლასები სახელით navit და text. ამისათვის როგორც ვიცით, უნდა გამოვიყენოთ ჯერ წერტილი კლასის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ ფიგურული ფრჩხილი. ამ ფრჩხილებს მოთავსებული სტილები მოერგება აი ამ nav divs. შემდეგი იქნება ტექსტი. და მოდით თავარ divs-საც ვაკუთვნოთ რაიმე კლასი. os main არ უნდა თავარი. თავარი div ბლოკისთვის გამოვიყენოთ მხოლოდ margin-ი, რომელიც იყოს 20 პიქსელი, საკმარისია. წერტილმძიმე ბოლოში, Ctrl+S-ი და გავაკეთოთ refresh. ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ ვერანაირ ეფექტს. Izes მე მგონი ხვდები რასაც არის საქმე. დავაჭიროთ files, save as. ხოლო შემდეგ მივუთითოთ UTF-8. წევი. Yes-ი. Ctrl+S-ი აღარ არის საჭირო, ისე შენახულია. Margin. ძალიან არასწორად თავგანე. და აი ეფექტი აქვს. გავაგრძელებ CSS-ის რედაქტირებას. ნავიგაციისთვის მივუთითოთ პოზიცია. ამ შემთხვევაში გავნალაგებ მას მარჯვენა მხარეს. და მივუთითებ float ორ წერტილი და right. მივუთითებ სიგანესაც და მივუთითებ padding-საც. საკმარისი იქნება 10 პიქსელი. გადავიდეთ ტექსტზე. მივუთითებ სიგანეს, რომელიც იქნება 72%, რომ ერთმანეთს არ გადაედონ, ხელი არ შეუშალონ. და აქაც padding-ს მივუთითებ 10 პიქსელს. დავაჭერ Ctrl+S.
აი როგორც ხედავთ, მარჯვენა მხარეს გვაქვს ნავიგაცია, ხოლო ნუ ჩვეულებრივად განლაგებული არის ტექსტი. მოდით გავუკეთოთ კიდეები და ფონიც რო უფრო მკვეთრად დავინახოთ თუ რასთან გვაქვს საქმე. ამისათვის ტექსტთან მივუთითოთ background-ი და ურჩიოთ დროები მწვანე ფერი. ხოლო ნავიგაციისთვის აურჩიოთ ყავისფერი. Ctrl+S, refresh-ი. და აი ვხედავთ, რომ გვაქვს მწვანე და ყავისფერი ბლოკები ნავიგაციისთვის და ტექსტისთვის. თუმცა ისინი ზემეთად ახლოს არიან ერთმანეთთან. მე მგონი ჯობდა მარჯინი მთავარი ბლოკისთვის მიგვეთთებია პროცენტებში. მოდით გავასწოროთ ეს. და იყოს 1%. ორივე მხარეს 1% იქნება. შესაბამისად 72-ს და 25-ს. გარდა 100%-მდე არის 3%, ნუ 1% დარჩება ნავიგაციის და ტექსტის ბლოკებს შორის. დავაჭიროთ Ctrl+S, refresh-ი. და ნუ დიდი ეფექტს ვერ ვხედავ. რატომღაც ვეცდები ნავიგაციის ბლოკის შემცირებას, ნუ ამ შემთხვევაში 25%-ის მაგრად მივუთითებ 23%-ს, დავაჭერ Ctrl+S, refresh-ი, და აი გვაქვს ეფექტი არის ნათელი. და თუ მოვკიდევთ კიდეში და გავწევთ, ნახავთ რომ თანაბრად შეიძლება მათი ზომა პროცენტულად. მოდით გავზარდოთ ცოტა ტექსტის რაოდენობა აქვს, რომ უფრო ნათლად დავინახოთ თუ როგორ გაიზრდება ტექსტი ამ განყოფილებაში და როგორ გაიზრდება მთლიანად ეს div ბლოკი. აქ არის ტექსტი Ctrl+C, ადგილის გამოტოვება Ctrl+V. იგივეს გავაკეთებ Ctrl+C, თავისუფალი ადგილი Ctrl+V. და ამ მთლიან ტექსტს დავაკოპირებ და გავზრდი რაოდენობაში. საკმარისია დავაჭერ Ctrl+S, refresh-ი და გაიზარდა ზომაში ტექსტის ბლოკი, როგორც ხედავთ, ნათლად მისი ფონის ფერის გამო. ნავიგაციაში HTML ფაილში აქვე შეგვიძლია მივუთითოთ ლინკები სხვადასხვა გვერდებზე, რომელთაც დამატებით შევქმნით საიტისთვის, ან სხვა ლინკები სხვა საიტებზე გადასამისამართებლად. ხოლო ამ ტექსტის განყოფილებაში შეგვიძლია მოვათავსოთ ნებისმიერი ტექსტი, რომელიც ჩვენ გვჭირდება გვერდისთვის. სათაურის გამოყენება, პარაგრაფის, ხაზის გაწყვეტის და ჰორიზონტალური ხაზის უკვე ვიცით. მოდი ვნახოთ, როგორ შეიძლება ცხრილის ჩასმა HTML გვერდში. ეს იქნება შემდეგ ვიდეოში.